გამარჯობა, ზუგობარი თქვენთან არის. ისევ ვარ კლინიკა ბუნებაში და კი ფიქრობთ ალბათ შეკრულია ეს ამათთანო, მაგრამ წინამდელი საქმე ძალიან მარტივად არის. რამდენიმე კლინიკაში მივედი, შევთავაზე მოვალ, ჩაგწერთ, ვისაუბროთ პასუხები გამეცით შეკითხვებზე. რატომღაც ქართულად მაგას ცოტა თავის დაფასება ქვია, ამიტომ სადაც არ იფასებენ თავს, სადაც მიიღებენ და კარგად ვხვდებიან, იქ მოვდივარ ისევ და ზუსტად ეს შემთხვევაა. კლინიკა ბუნებაში ვარ და დღეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხები, რომელიც ალბათ ბევრ ცხოველის პატრონს აწუხებს და პირადად მეც მაწუხებს. ამიტომ დღეს იზი მიმინოშვილთან მოგესალმებით. ვაპირებ საუბარ თვალის დაავადებებზე და პრობლემებზე, ასე რომ მოემზადეთ მნიშვნელოვანი გადაცემა გვევლდება წინ. ეს დაავადებები უფრო გენეტიკურია თუ უფრო ცუდი მოვლით ან ცუდი ცხოვრებით არის გამოწვეული, უფრო შეძენილია? არსებობს ოფთალმოლოგიური დაავადებები, როგორც გენეტიკური, ჯიშობრივი, ისე მოვლისგან გამომდინარე, მოვლა შენახვის პირობებიდან გამომდინარე და უამრავი დაავადებები, როგორც არის კატარაქტა, მაგალითად გლაუკომა, შალი თვალის სინდრომი, კონიუნქტივიტები, კერატოკონიუნქტივიტები, გენეტიკურ დაავადებებს როცა ვეხებით, პირველი რაც მახსენდება არის კატარაქტა. ალბათ იმიტომ რომ ყველაზე გავრცელებულია, ხო? გავრცელებულია ძალიან ხშირად კოკოსპანიელებში, როგორც ამერიკულში, ისე ინგლისურში, ლაბრადორებში, პუდელებში, ჩემს პირად ძაღლსაც კატარაქტა აქვს და ძალიან ისეთი მტკივნეული თემაა ცოტა ჩემთვის. თუმცა კატარაქტის ქსესახეობების არსებობს, როდესაც მოვლა შენახვის პირობებს ეხება, ვთქვათ, როცა არ ხდება სრულფასოვანი კვება ცხოველის, ასევე ტრამვული კატარაქტაც არსებობს, გენეტიკური კატარაქტაც არსებობს, დაბადებიდან არის თანხლები დაავადება და ასევე არსებობს უკვე ასაკობრივი, ანუ მასაკის მატებასთან ერთად თანდათან რომ ვითარდება. რახან ეს ამდენად მნიშვნელოვანია ეს კატარაქტა, ცოტა ხანი გავჩერდეთ მაგაზე და ვთქვათ, რაში გამოიხატება კატარაქტა, როგორ გამოიყურება? პირველ რიგში რა არის კატარაქტა, რო უთხრათ საზოგადოებას, ეს არის ბროლის შემბურევა. ბროლის დაქუცმაცება, თანდათანობით სიბრმავება. თეთრი რო გადაეკრება, ხო? ჩვენ უკვე როგორც მეპატრონეები, ასევე ვეტექიმები, როცა შევხედავთ და ვამჩნევთ, რომ კატარაქტა საკმაოდ გაგვიანებული და შორწასული ფორმა არის ხოლმე. მოგეხსენებათ, ბროლი უნდა იყოს შავი და ვხედავთ, რომ უკვე არის ან რძისფერი, ან თეთრი, ან ნაცრისფერი. ეს უკვე არის კატარაქტის ან საწყისი ფორმა, ან მომწიფებული ფორმა. ნებისმიერ შემთხვევაში კატარაქტაა და სამწუხაროდ მას პრეპარატებით ესე წვეთები ჩვენ ვერ გავპოვნავთ. ძალიან ხშირად მოდიან კატარაქტის პრობლემით. მეუბნებიან ხოლმე, რომ რაღაც წვეთები დამინიშნე და უსო მორჩება ჩემი ძაღლი. მეუბნები, რომ არა, გამორიცხული არ აღდგება. ეს არის ბროლის დაქუცმაცება. როგორ შეიძლება ვთქვათ, მთელი თებში რომ დაიმჭრეს, დაიმსხრეს, მას რაღაცა წებოთი ხო ვერ შევაწებებთ, რაღაცა ესეთი ცოტა უხეში გასაგები. ესე რომ მივხვდეთ მარტივად. კატარაქტის ორი მეთოდი არსებობს მკურნალობის. ან მკურნალობის ორი მეთოდი. ეს არის ქირურგიული მეთოდი. ქირურგიული მეთოდი არის ულტრაბგეიტი ფაკოემულსიფიკაცია, ან ბროლის გადანერგვა. ანუ მაინც ქირურგიული მეთოდია. ქირურგიული ორი მეთოდი, რომელიც სამწუხაროდ არც ერთი არ კეთდება საქართველოში. მხოლოდ შეგვიძლია რაღაცა მდგომარეობის შემსუბუქება, რაღაცა ესე ვთქვათ, კონსერვატიული მკურნალობა ქვია მას, აბების სახით, როცა ვთქვათ, ვიტამინებით, ესე ვთქვათ, ვაჯანს აღებ ბროლს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ბროლის ან სუფთავება ამოღება, ან გადანერგვა. სამწუხაროდ ეს არ კეთდება საქართველოში. როდესაც ეს თეთრია, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ვეღარ ხედავს? არა, მაგას არ ნიშნავს ნამდვილად, თუმცა კიდე ერთხელ გავიმეორებ, ნელი სიბრმავეა და თანდათანობით ჩვენი ცხოველი აუცილებლად დაბრმავდება. თუმცა ეს სიბრმავე როდის დადგება, არავინ არ იცის. შესაძლებელია
თქვათ, სულ თეთრი იყოს ბროლი, მაგრამ ხედავდეს ცხოველი და არ ეჯახებოდეს რაღაცა ნივთებს, მაგრამ ხანდახან ამ დროსაც ცოტა ვცდებით ხოლმე ჩვენ მე პატრონები, ასევე ექიმები, რადგანაც როდესაც ოთახში, სახლში გადაადგილდება ცხოველი და არაფერს არ ეჯახება, გონია რომ ის ხედავს. სინამდვილეში უბრალოდ ნივთებს, ანუ ის სილუეტებს აღიქვამს. კი, და იმახსოვრებს ასევე ნივთებს და მთელი ცხოვრება მიჩვეულია ოთახში გადაადგილებას და მეტნაკლებად ამიტომ არ ეჯახება თორე. ძალიან ხშირად აი რაღაცა პროცენტულად რო ვთქვათ 80%, როცა არის სითეთრე ვერ ხედავს და რაღაცა ძალიან მცირე პროცენტული მაჩვენებელია იქნებ დაიხოს. პრაქტიკული რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომ ესეთ რაღაცას გითხავთ. დავინახეთ რომ შემღვრა თვალი, ხო? რა შეიძლება რომ გავაკეთოთ? ვეტექიმთან მიყვანა აუცილებლად პირველ რიგში. ძალიან ხშირად უნდა ჩავხედოთ ცხოველს თვალში, ხო? ყოველთვის რა თქმა უნდა ყველა უყურებს მის ცხოველს, მაგრამ აი კიდევ უფრო განსაკუთრებულად მით უმეტეს ჯიშები, რომლებიც მიდრეკილნები არიან. ხო, ეს როგორც პუდელი განსაკუთრებით, ლაბრადორი, კოკოსპანიელი, დავინახეთ, რომ აი რაღაცა არ არის ბროლი ისეთი შავი როგორიც უნდა იყოს. დაუყოვნებლივ ექიმთან ვიზიტი და ეს ექიმი რას მიმართავს რა? მე რასაც ვაკეთებ არის წნევის გაზომვა. ტონომეტრია თუ კი წნევა არის ნორმაში, კიდევ რაღაცნაირად ვინუგეშებთ თავს, რომ რაღაცა შორტწასული პროცესი არ არის. გარდა მაგისა, იქ ბევრი მეთოდია, იქ ტესტებია, იქ ეკოსკოპიური კვლევა თვალის. უამრავ კვლევას ვაკეთებ და რაღაცნაირად თავს ვინუგეშებთ, რომ ცხოველი არის რაღაცნაირად საწყის ეტაპზე. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ მე მაინც ყველას ვურჩევ ხოლმე, რომ წაიყვანონ უახლოეს თურქეთში, სადაც ხდება სრულფასოვანი როგორც კვლევა, ისე ოპერაცია. ოპერაციაც შესაძლებელია. მაინც კატარაქტის დროს მივდივართ ოპერაციისკენ. მე წვეთებით ვერავს ვერ ვკურნავ. ეხლა ჩვენ რომ დავიწყოთ დაავადებების სახელების ჩამოთვლა, მე მგონი დაიბნევა ჩვენი მაყურებელიც და მეც. ესე ვთქვით, იმიტომ რომ კატარაქტა ყველაზე გავრცელებულია. ამიტომ მოდი ამ სახელების ნაცვლად და ტერმინების ნაცვლად მე ახლა გადავალ დაკვირვებებზე და იმ დავუშვათ ყოველდღიურობაზე, რაც შეგვხვდება. აი მაგალითად თვალიდან გამონადენი. ეს რისი ნიშანი უნდა იყოს? შეიძლება თუ არა ეს გამონადენი იყოს, უბრალოდ ჩვეულებრივად გამონადენი და მივიღოთ როგორც არაფერი. და თუ ეს არის აუცილებლად ნიშნავს, რომ რაღაცა ვერ არის წესრიგში თვალში. ეპიფორა ძალიან ხშირი, ანუ უხვი გამონადენი თვალიდან ძალიან ხშირი პრობლემაა, თქვათ 10-დან ფიქრობ 8 ყოველთვის მაპრობლემით მოდის ჩემთან. ესეც განსაკუთრებით ძალიან ხშირი არის გრძელი ბეწვის მქონე ძაღლებში, როცა მით უმეტეს ღია ფერის ძაღლებში, როცა თვალნათლივ ჩანს ეს გამონადენი, მით უმეტეს როცა დამჟანგება ხდება და ეს ბეწვი იცვლის ფერს, ძალიან შესამჩნევია. მიზეზი თვალიდან გამონადენის არის ძალიან ბევრი. კვებისმიერი ალერგია შეიძლება იყოს, შეიძლება იყოს ზოგადი ალერგია, ალერგია ყველაფერზე, მტვერზე, მცენარეზე, რაღაცა ნიადაგზე, ბევრ რაღაცაზე. შეიძლება იყოს თუნდაც ოთახის მტვერზე და შეიძლება იყოს საცრემლი არხის დახშობის მიზეზი, როდესაც საცრემლი არხი არ ფუნქციონირებს ისე როგორც უნდა იფუნქციონიროს. პირველ რიგში, როდესაც მოდიან ჩემთან, მე პირველად დავხედავ უხ გამონადენს, ვაკეთებ ფლუორესცენის სითხე არის ესეთი სპეციალური, ხდება შეღებვა თვალის მთლიანად რქოვანესი და ვაკვირდებით ცხვირიდან მოხდება თუ არა ამ სითხის გამოდინება. სხვათაშორის ძალიან საინტერესო პროცედურა არის. კი, უშუალოდ ცხვირიდან ხდება გამოდინება. სითხეს ვასხამთ თვალში, ამიტომ ტესტებს თვალში და ეს სითხე მწვანე ფერის უნდა გადმოვიდეს ცხვირიდან აუცილებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ არხი თავისუფალი. თუ კი გადმოვიდა, არხი არის თავისუფალი. თუ კი ორივე მხრიდან მოხდება გადმოდინება, ესე იგი არხის პრობლემა არ არის და მაშინ უნდა ჩვენ მოვიფიქროთ, მივხვდეთ რაში არის პრობლემა. ძალიან ხშირად მე მაინც ვფიქრობ ხოლმე, რომ ალერგიული პრობლემები არის და ძალიან ხშირად ეს დაკავშირებულია ხოლმე კვების მიერ ალერგიას. როცა ცხოველი ძალიან პატრონი არ აჭმევს სრულფასოვნად. აჭმევს ყველაფერს. აქ კონკრეტულად ჩამონათვალს არ გავაკეთებ, მაგრამ თავისი მშრალი კორმის გარდა აძლევს ბევრ საკვებ დანამატს. ეს პირდაპირ კავშირში არის ხოლმე ალერგიასთან და უხო გამონადენთან
თვალების. ნებისმიერ შემთხვევაში არის პათოლოგია თუ არ არის პათოლოგია, თვალს სჭირდება ჰიგიენურად გასუფთავება. აი მაგაზე უნდა მეკითხა ზუსტად ეს წინასწარი მოვლა დაუშვათ შეიძლება არ ჭირდეს არაფერი, მაგრამ პრევენციის მიზნით რამე მოვლის რაღაცა მეთოდი თვალის ზოგადად უნდა მიუხედოთ თუ არა ძაღლს თვალებზე ჯამთელს თუ არა აუცილებელი არ არის პათოლოგიური პრობლემა ქონდეს ცხოველს. ცხოველის თვალს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. როდესაც ჩვენ უკვე ვამჩნევთ პათოლოგიას, მე უკვე ძალიან გვიანი არის ხოლმე. არსებობს ზოომაღაზიებში იყიდება ძალიან ბევრი ჰიგიენური საშუალება. სპეციალურად თვალის საწმენდი ლოსიონები და შეგვიძლია კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ ხან შეგვიძლია თქვა დღეში ერთხელ მაინც თვალით დავასრულოთ ტამპონი და თვალის გარშემო გავუსუფთავოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჰიგიენა პირდაპირ კავშირშია მის ჯანმრთელ ცხოვრებასთან. არ დაგვაუწყდეს საცხოვრობთ, ყველას არ შეუძლია დაუშვათ ლოსიონის შეძენა თუ ეს არ არის წყლით გამობანაზე აზრის. წყლით შეგვიძლია ჩამოვანოთ, ფიზიოლოგიური ხსნარით შეგვიძლია ჩამოვანოთ, მაგრამ თუ არ გვაქვს რაღაცა ხელს არ გვეწიფება არც ფიზიოლოგიური ხსნარი, არც ლოსიონი, კარგია რომ გქონდეს ყლწდომა, უბრალოდ თბილი წყლით შეგვიძლია ჩამოვანოთ ხოლმე და უბრალოდ მასაჟი გავუკეთოთ ხოლმე თვალსა და ცხვრის შორის ესე ხელით. თქვენ ახლა ახსენეთ კვება და ჩემთვის ძალიან საინტერესოა ერთი მითია თუ სინამდვილეა მოყური მომიკრავს და უნდა გკითხოთ ამბობენ რომ თუ ძაღლს მიცემ ტკბილეულს დიდი დოზით ის დაბრმავდება. აი პირდაპირ ასე აბავენ ხოლმე და ბევრ გამომისმენია ეს. არის თუ არა ერთმანეთთან მასში ეს? იცით, დაბრმავდება ესე ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ხშირად კატარაქტის გამომწვევი არის. პირდაპირ ის ხელს უწყობს ბროლის დნობას და შემგრევას. ძალიან ხშირად აი კატარაქტის პროცენტობას თუ ვიტყვი, თქვათ 10 ცხოველიდან 7-ს აქვს შაქრისმიერი კატარაქტა, როდესაც შაქარი აქვს ცხოველს მომატებული და აქტიურად მართალი ყოფილა იმით თითქმის. პირდაპირ ესე ვერ ვიტყვით, რომ აი ტკბილს ვაძლევ და ბრმავდება, მაგრამ ხელი ჩვენ შეგვიძლია აი ესე არასრულფასოვანი კვებით გამოვიწვიოთ ცხოველის სიბრმავე. ამაში შემიძლია დაგეთანხმოთ. ძაღლები და კატები. ერთნაირად ერთი დოზით არიან მიდრეკილი ამ თვალის პრობლემებისთვის თუ რომელიმე უფრო ჯანმრთელი? არსებობს მეტნაკლებად ერთნაირი დაავადებები აქვთ კატებს და ძაღლებს. ცოტა უფრო რთულად არის ხოლმე მკურნალობა კატებში, იმიტომ რომ ისინი ცოტა უფრო დაუმორჩილებლები არიან და ხშირად პატრონის ვერ აწყვეთებს, თქვა წვეთებს ისე როგორც საჭიროა. გასუფთავებით ხდება მით უმეტეს კატა თავყავის თავის ცდილობს თავის გაისუფთავოს თავისი თავი, მაგრამ დაავადებები მოკლედ თითქმის ერთნაირია. არსებობს რამოდენიმე სახეობის დაავადებები, აღარ დავასახელებ ტერმინოლოგიას, რომელიც კატას ემართება, ძაღლს არ ემართება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდის არის ერთი და იგივე. ვინაიდან თვითონ ისუფთავებს თავს კატა, მაინც სჭირდება ჩვენგან თვალის მიღება? ჯიშები, რომლებიც საჭიროებენ, როგორიც არის მაგალითად ბრიტანული ჯიშის კატა, რომელსაც პრაქტიკულად სულ აქვს თვალიდან გამონადენი და მიუხედავად იმისა, რომ ის ისუფთავებს გამუდმებით მის სახისმიდამოს, მაინც სჭირდება გასუფთავება. ფისოები, რომლებსაც აქვთ მოკლე ცხვირი, სპარსული მაგალითად როგორიც არის ეს სპარსულს, რაც არ უნდა მან ისუფთავოს თავის თავი, ყოველთვის აქვს სპეციფიკური გამონადენი და მას სჭირდება დამატებით ჰიგიენური მოვლა თვალის. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ჰიგიენური მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობაში, იმიტომ რომ მაგალითად ყური პირდაპირ კავშირში არის თვალთან. როდესაც ყურში არის ანთებითი პროცესი და დარღვეულია თერმორეგულაცია, განსაკუთრებით გრძელი ბეწვიანი ტიპის ძაღლებში, როგორც არის პუდელი, მალტიპუ, იორკშირ ტერიერი და თუ მას აქვს ყურებში ანთება, თუნდაც ცალი ყურის ანთება, ხო, აუცილებლად გამოხატულად გვაქვს კონიუნქტივიტი თვალის ლორწოვარი გასის ანთება. ყოველთვის არის გამონადენი და ყოველთვის არის თვალის სიწითვე. ამიტომ ვთქვათ, რომ გონია თვალის ანთება, მაინც და მაინც თვალის პრობლემა, აუცილებლად ჩავიხედოთ ხოლმე ცხოველის ყურში, რომ ნახოთ, ჰიგიენურად არის თუ არა სუფთა. ყოველთვის ყური როცა არის სუფთა, თვალიც არის სუფთა. არიან თუ არა ჯიშები, რომლებიც უფრო მიდრეკილები არიან თვალის დაავადებებისკენ და უფრო მდგრადები, მაგალითად, რომლებიც როგორც ძაღლებში, ასევე კატებში. რა თქმა უნდა, არის
ჯიშები, რომლებიც განსაკუთრებულად მიდრეკილნი არიან თვალის დაავადებების მიმართ. ესეთები არიან ინგლისური ბულდოგები, გამოვყოფდი, იმიტომ რომ თითქმის ყოველ მეორე ჩემს პაციენტს აქვს თვალის პრობლემა. აქ განსაკუთრებით მშრალი თვალის სინდრომი, ეს არის ყველაზე უფრო გავრცელებული პრობლემა. ეს რაში როდესაც არ გამომუშავდება საკმაო რაოდენობის ცრემლი, ანუ თვალი არ არის ტენიანი და მუდმივად არის ჩირქიანი, მშრალი, უხეში, მტკივნეული და ეს არის ძალიან გავრცელებული პრობლემა და ხან ჩემი პაციენტის პატრონებს გონიათ ხოლმე რომ ვერ მიდის ხოლმე მკურნალობა ისე როგორც საჭიროა, მაგრამ სხვა კლინიკებიდან მოსულან ძალიან ბევრჯერ ეს რაღაცნაირად შეწუხებულები რომ აი რაღაცა ვერ გვიმკურნალა ექიმმა, მე ვუხსნი ყოველთვის რომ ეს არ არის ექიმის ბრალი, ეს არის ჯიშის ბრალი. ფრანგულ ბულდოგებში არის ძალიან ხშირი იგივე დაავადება, იმიტომ რომ მათი სახის ანატომიიდან გამომდინარე, მოფსებში ძალიან ხშირი არის პიგმენტური კერატიტები, ისეც რქოვნის დაავადება ერთგვარი, ერთ-ერთი სახეობა. ესე იგი, უფრო მიჭყლეტილ ცხვირიანებს აქვთ ეს თვალის პრობლემები? ბრაქეოცეფალებს აქვთ უფრო მეტი. კატებში რა ხდება? ბრიტანულებს ძალიან ხშირად აქვს ცაცრავი არხის დახშობა. სფინქსებს ძალიან ხშირად აქვს სეკვესტრები, როდესაც რქოვანაზე ხდება ყავისფერი შავი ლაქა და ეს აუცილებლად უპირობო საოპერაციოა და ამოსაკვეთია. ძალიან ხშირად არის ხოლმე გლაუკომა კატებში, ძალიან ხშირად არის ხოლმე თანდაყოლილი დაავადება, თანდაყოლილად გამოვლენილი გლაუკომა ძაღლებში ძალიან რთულად მიმდინარეობს და კატებში კიდევ უფრო ორმაგად. გლაუკომა არის, როდესაც თვალში წნევის მატება ხდება და ძალიან ხშირად ზიანდება თვალის ნერვი და თითქმის თვალის დაკარგვამდე მივდივართ, რადგან მისი ოპერაციული გზაც არ არსებობს საქართველოში სამწუხაროდ და ვცდილობთ ესე რაღაცნაირად პრეპარატებით გავუხამძლივოთ. ჩვენ თქვით რომ კვებას აქვს მნიშვნელობა, რომ თვალი ჯანმრთელი იყოს, მოვლას აქვს, უბრალოდ გამობანას თვალისას. ესეც მნიშვნელოვანია. რა არის კიდევ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ძაღლი და კატა, შინაური ცხოველი იყოს ჯანმრთელი თვალით? ძალიან მნიშვნელოვანია ქარიან, აი მტრიან ამინდში ცხოველის გასეირნება. ვეცადოთ ხოლმე რომ ნაკლებად გავასეირნოთ მტრიან ამინდში, რადგანაც მტრის ნაწილაკები პირდაპირ მექანიკურად ზემოქმედებენ ცხოველის რქოვანაზე, თვალზე და ძალიან ხშირად არის ხოლმე წერტილოვანი დაზიანებები, რქოვანას ეროზიები, წყლები, ზუსტადაც რომ აი ამ მტრიანი და ქარიანი ამინდის სეირნობის შემდგომ. ამიტომ თუ კი გავიყვანთ რომ სხვა გზა არ არის რომ უნდა აუცილებლად გავასეირნოთ, სახში ამოყვანის შემდეგ აუცილებლად თუნდაც თბილი წყლით, თუნდაც ფიზიოლოგიური ხსნარით, თუნდაც ლოსიონით მოვახდინოთ მისი გასუფთავება აუცილებლად. ყოველთვის ესეთი ქარიანი და რაღაცნაირად მტრიანი ამინდის შემდგომ ყოველთვის თვალი გავასუფთავოთ. დიდი მადლობა, დიდი ექიმო, იზი მიმინოშვილი იყო, ცუგობარის სტუმარი, უბრალოდ სტუმრად იყო ცუგობარი იზი მიმინოშვილთან ბუნებაში. დიდი მადლობა რომ ვიყურეთ, ისევ მოგიწოდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და გაუზიაროთ მეგობრებს და კომენტარებს დაწეროთ და როგორც ირკვევა, ბევრი რამ გაინტერესებთ და დიდი მადლობა, იმიტომ რომ შემდეგი მორიგი გადაცემები და უკვე წინა გადაცემებიც ამის მიხედვით დავგეგმე და გადავიღე. შესაბამისად მადლობა ამისთვის, ეგრე გააგრძელეთ. შევხვდებით მომდევნო პარასკევს. კარგად. თუ ძაღლს მშრალ საკვებს ხშირად უცვლით, აი სამი რამ რაც უნდა იცოდეთ. პირველი, იმისთვის რომ საკვების შეცვლა სტრესული არ იყოს ორგანიზმისთვის, ახალი საკვები ეტაპობრივად შეურიეთ ძველს. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, თუ ზოგგემრიელად მიირთმევს საკვებს, შეგიძლიათ სრულად ახალ რაციონზე გადასვლა. მეორე, დააკვირდით როგორ ითვისებს ახალ საკვებს ძაღლის ორგანიზმი, როგორია მონელება, ხომ არ უჭირს მარცვლის დაღეჭვა და ასე შემდეგ. მესამე, ყურადღება მიაქციეთ დღიურ ნორმას. საკვები კალორიაში დატანილია ტომრის შეფუთვაზე. თუ ტომრით ყიდულობთ, აუცილებლად გადაამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული დოზირება ძაღლის წონის მიხედვით.